თქვენ თუ გაქვთ რამე ცნობა იმის შესახებ, რა უთხრეს დავითაშვილს ამერიკაში, წესით რა უნდა ეთქვათ და როგორ შეფუთა ეს ყველაფერი პროპაგანდან, რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი? ვიცით რა, ჩვენ ვიცით თუ რა გზავნილებს აჟღერებდა ხოლმე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დივნის მოადგილის თანაშემწე, რომელსაც შეხვდა ახლა დავითაშვილი, მანამდე ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ჩვენ მოსმენელი გვაქვს მისი საჯარო განცხადებები, მოსმენელი გვაქვს მისი წერილობითი განცხადებები, მოსმენელი გვაქვს მისი მოსმენა კონგრესში და მე არანაირი საფუძველი არ მაქვს ვივარაუდო, რომ რაიმე შეიცვალა მის დამოკიდებულებაში. ანუ მის დამოკიდებულება მათ შორის სულ ბოლოს 24 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, როცა ის აფასებდა ჩვენთან არჩევნებებში შექმნილ მდგომარეობას და ძალიან კრიტიკული იყო ყველაფერი იმაზე, რაზეც ეხლა ფინალაზეც საუბრობდა, რაც ყველამ ვიცით, ხო იქნებოდა ეს წინასაარჩევნო გარემო, იქნებოდა ეს რა ქვია, შეტევები მედიაზე, არასამთავრობო სექტორზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, არჩევნებთან დაკავშირებული თემები თუ სხვა. შესაბამისად, არაფერი არ შეცვლილა ამერიკის დამოკიდებულებაში, ეს არის სულად ნათელი და დარწმუნებული ვარ, ამაზე იყო საუბარი. მე ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა რა და ასე მინდა, რომ ჩვენს მაყურებელს შევახედო ამ შეხვედრაზე. და ზოგადად ყველა სხვა შეხვედრაზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ ხორციელდება ვიღაც საერთაშორისო სტუმრებთან. ერთი შეხვედრა ვინმემ გაიხსენოს, რომელზეც საქართველოსთვის, ანუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამე თემაზე იყო შეთანხმება და რითაც საქართველოს მოსახლეობა, ან ქვეყანა, ან რა ვიცი, საქართველოს ბიუჯეტი, ან რაიმე კუთხით საქართველოს ინტერესები იხეირებდა. არც ერთი არ არის ეგეთის აბსოლუტურად. ყველა ეს შეხვედრა, ყველა ეს ინტერაქცია, ყველა ეს ხელის ჩამორთმევა, ყველა ეს, არ ვიცი, 7 ვიზიტი მეზობელ ქვეყნებში, ერთდაიგივე ქვეყანაში, ერთდაიგივე რეგიონში, ყველა მეორე და მესამე ხარისხოვან ფორუმზე გამოსვლა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ აქ პროპაგანდის მეშვეობით ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და უთხრან, რომ აი ვიღაცები ხვდებიან, ხელს გვართმევენ, ვართ ლეგიტიმური. არც ერთ ამ შეხვედრაზე აბსოლუტურად არც ერთი შეთანხმება, არც ერთი გადაწყვეტილება საქართველოსთვის სასიკეთო, ანუ ჩვეულებრივი ადამიანი რომ ამაში გამოიყენებს, ან ქვეყნის უსაფრთხოება რომ ამაში გამოიყენებს, ან ქვეყნის თავდაცვისთვის უკეთესი იქნება, ან ქვეყნის ეკონომიკისთვის, ან ინვესტიციებისთვის, არც ერთი არ განხორციელებულა. ნუ ერთი შეიძლება გავიხსენოთ, აი ეს ახლო აღმოსავლეთში რომ იყო რაღაც მილიარდებზე საუბარი, აბსოლუტურად მოჩვენებითი, აბსოლუტურად და ბუნდოვანი რაც მთავარია, ხო, არაფერი რეალური და კონკრეტული ჩვენ ამის შესახებ შემდგომ აღარ გვსმენია. პროპაგანდის საკუთი, მეტი არაფერი. ეს არის და ამ ხელისუფლების ასე ვთქვათ, არსი არის ეს, მხოლოდ ზედაპირული კონტაქტები თავისი ლეგიტიმაციისთვის და არაფერი შუაში ქვეყნის ინტერესები არ არის. ამიტომ ყველა ვისაც ახლა ეს პროპაგანდა ესმის, უნდა ვთხოვო, რომ დაფიქრდეს იმაზე, მას რა ხერი აქედან. აი დავითაშვილმა რომ ხელი ჩამოართვა ამერიკელ დიპლომატს, მან აქედან რა ხერი? ან ვიღაცა ამას წინათაც იყო, რომ სადღაც ჩავიდნენ პარლამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადღაც უნგრეთთან იყო შეხვედრა. აი საქართველოს რა ხერი? ანუ ყველაფერი და საქართველოს მოქალაქე პოტენციურად ხეირობს. და მეორეს მხრივ რაჭრობა იქნება ეს გადაადგილება, ყველაფერში უკუსლა გვაქვს, მარტო არის პროპაგანდისთვის ყველაფერი. ბატონ სერგი, მეორეს მხრივ და გადაცემის მთავარ თემას რო დავუბრუნდეთ ევროკავშირთან ურთიერთობას და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეებს. აი აქ რა ვითარებაში აყენებს ოლიგარქის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს, რამდენად რეალურია ეს საფრთხე, ვინ შექმნა ეს საფრთხე, იმიტომ რომ პროპაგანდისგან გვესმის მხოლოდ შანტაჟზე საუბარი, თითქოს ევროკავშირი აშანტაჟებს საქართველოს და თითქოს სასწორზე მხოლოდ თავისუფალი მოგზაურობა და მეორე მხრივ სუვერენიტეტი დგას. რეალურად რაშია საქმე, რისი დაკარგვის წინაშე აყენებს ოლიგარქი საქართველოს მოქალაქეებს? მე მგონია, რომ ყველაფერს უკან არის ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ კიდე რაღაც მორიგი ნაბიჯები გადადგას ქვეყნის შიგნით, რომელიც იქნება მორიგი რაღაცა ზღუდის გადალახვა, მორიგი წითელი ხაზის გადალახვა, ეს შეიძლება იყოს ამ კანონების ამოქმედება, შეიძლება იყოს კიდე უფრო მეტი რაღაც ადამიანის დასჯა და ასე შემდეგ, რომელიც არავის არ ეშინია, მაგრამ ოლიგარქის შიშებიდან გამომდინარე, მას ეთყობა მიაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა რაღაცა ხელისუფლება შეინარჩუნოს, რომ კიდე უფრო მეტად მოუჭიროს ხელი, კიდე უფრო უსამართლო იყოს, კიდე უფრო მეტი ადამიანი დააკავოს და ასე შემდეგ. და მე მგონია, რომ იცის რა ქართულმა ოცნებამ, რომ ყველა ასეთი მორიგი წითელი ხაზის და მორიგი ზღუდის გადალახვის მერე ევროკავშირისგან რაღაცა კონკრეტული პასუხები არის მოსალოდნელი, ბუნებრივია, ის იჭერს თადარიგს, იმიტომ რომ მას კარგად ესმის, რომ თუ ასე გააგრძელა
მან ევროკავშირის მხრიდან დღესასწაულში დადგება აუცილებლად ვიზების ლიბერალიზაციის გაუქმება. დადგება იმარტივი მიზეზის გამო, ეს მე ყველას კარგად ესმის. ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს რაღაც ღვთიურ კამათელში არ მოუგია და რაღაც ღვთისგან ბოძებული მემკვიდრეობით დატოვებული მზითევი არ არის ჩვენთვის, ხო? ეს არის შედეგი იმ ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოს გადადგა ბევრი წლის განმავლობაში, მათ შორის ქართული ოცნების პირობებში და როცა მივიღეთ ვიზების ლიბერალიზაცია, კონკრეტული პირობები არის შესასრულებელი იმისთვის, რომ შეინარჩუნო. ეს პირობები ეხება როგორც ტექნიკურ ნაწილს, ისე პოლიტიკურ ნაწილს. ტექნიკურ ნაწილში საუბარი არის მაგალითად თავშესაფრის ძებნელების რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს, არალეგალური მიგრაცია არ უნდა იზრდებოდეს, კრიმინალი არ უნდა იზრდებოდეს და ბევრი სხვა ახლა თავი რო შეგაწყინოთ, ბევრი დეტალი არის და მაგრამ ასევე არის ეგრეთ წოდებული რეფორმების უკუსული საკითხი. მათ შორის განახლებულ მეთოდოლოგიაში ევროკავშირის რეფორმების უკუსულის ნაწილის დაზუსტება ხდება აი ამ ბოლო პერიოდში და იქ ემატება ესეთი პუნქტები, როგორც არის თავისუფალი მედიის შეზღუდვა, როგორც არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც არის არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ ნაბიჯები და შესაბამისად ამ ნაწილში საქართველოს უბრალოდ ჩავარდნა კი არ აქვს, კატასტროფული მდგომარეობა აქვს. აქედან გამომდინარე ლოგიკურად რო შეხედო, აი წარმოიდგინეთ რომ მარსზე რო ხდებოდეს ეს ყველაფერი და გარეთ დამკვირვებელი რო ამბობდეს, რომ აი ესეთი ქვეყანა X-ი არსებობს, აი ესეთი პირობები არსებობს და აკმაყოფილებს თუ არა და შეიძლება თორე რომ მას გაუქმდეს. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი დასკვნა იქნებოდა, რომ სადო კითხვა იქნებოდა რატო აქვს საერთოდ ამ ქვეყანას ის. მაგრამ აქვს რატო? იმიტომ რომ ევროკავშირისთვის საქართველოს მოსახლეობას რო კონდეს უვიზო მიმოსვლა არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ამას ინარჩუნებენ, მათ შორის იმიტომ რომ მათ უნდათ რომ საქართველოს მოსახლეობა ისარგებლოს უვიზო რეჟიმით. მათ შორის იმიტომ ინარჩუნებენ ამას და პირდაპირ ვიტყვი და ვიცი რომ პროპაგანდა საწინააღმდეგოს ამბობს სულ, მაგრამ სიმართლე არის სათქმელი. მათ შორის აქ მყოფი პოლიტიკური ძალებიც, ოპოზიცია, მაგრამ განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მთელი ამ წლების განმავლობაში მართლა ხმალამოღებული იბრძვიან და იქ ბრიუსელში და ქალაქებში ამტკიცებენ, რომ ხალხო არავითარ შემთხვევაში უვიზო რეჟიმი საქართველოს არ მოუხსნათ. ისე დონეზე რომ ვიღაცებს უკვით ხოლმე კიდე ყავს ერთი ცხვი ვიძახით, რომ ასეთი ავტორიტარიზმი, რაღაც გაქანებული დიქტატურა და თან იძახით, რომ შევინაშროთ და ამისი ახსნა გვიწევს ხოლმე, რომ ხო, იმიტომ რომ ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგრამ თუ ეს ყველა წითელი ხაზის გადალახვა ხდება ქართული ოცნების მხრიდან, თუ ბოლომდე ჩამოინგრევა ეს რაღაც დემოკრატიის პატარა საწყისებიც კი რომელიც ერთ კიდე დარჩენილი არის, ხო, რაღაც ელემენტარული კუნძულები, ხო? რა თქმა უნდა, ევროკავშირი მერე როცა იწყებს ფიქს, რომ ახლა ამ ქვეყანას შეიძლება რომ შეუნარჩუნოთ უვიზო რეჟიმი, მაშინ როცა სხვა ქვეყნებს, რომლებიც გაცილებით უფრო დემოკრატიულები არიან, თუნდაც უფრო პროევროპულები არიან, ამავე რეგიონში თუნდაც იგივე სომხეთს ეს არ აქვს. ეს სამართლიანია, ასე რომ დგება საკითხი. მე ძალიან ძნელი დასაცავია ეს და არ დაგვაუწყდეს ასევე რომ უვიზო რეჟიმის მოხსნა საქართველოს შეჩერება უბრალოდ დროებით ეს ამას არ ჭირდება კონსენსუსი. ამიტომ ვიღაცას თუ გონია რომ ვიღაც დაბლოკავს, ასე არ არის, ამას ჭირდება უბრალოდ კომისიის მხრიდან ინიცირება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არც ტექნიკურად, არც პოლიტიკურად აღარ ვაკმაყოფილებ ამ პირობებს სამწუხაროდ. ახლა ეს იცის ქართულმა ოცნებამ ბატონო სერგი, მათი პოლიტიკური განცხადებები ბოლო დღეებში ადასტურებს იმას, რომ ზუსტად მოლოდინი უკვე შექმნეს. ისინი იჭერენ თადარიგს. აი ეს არის და ეს რაღაცა გამზადებენ ამისთვის მოსახლეობას. კი, რომ მთავარია ეროვნულობა, პატრიოტიზმი, მართლმადიდებლობა, თქვენ მოისმინეთ ჩვენი რესპონდენტების გზავნილები, ხო, ჩვენი ქუჩის გამოკითხვა და აუცილებლად მინდა რომ როგორც ქალბატონმა თინამ თქვა, ჩვენს როგორც ეს ბინძური პროპაგანდა ლაპარაკობს მარტივი გასაგები ხალხური ენით, მათ უპასუხოთ ასევე გასაგებად, მაგრამ სიმართლით. აი იყო ასეთი გზავნილები მთელი ევროპა ჩვენ გვებძვის ფასადია ის რომ ეკლესია მონასტრები აღადგინა ევროკავშირმა საქართველოში ქრისტიანობას კბილებით დავიცავო და აუცილებლად მინდა პირადად თქვენ გთხოვოთ ამაზე საუბარი მე რასაც ვაკვირდები ახლა ქართული ოცნების ასეთ რიტორიკას როცა ვპასუხობთ აბა რუსეთი კიდე ახალი ტენდენცია გაჩნდა რომ არა აი ჩინეთი მონსტრი დაგვიდგა გვერდით და ჩინეთი გადაგვარჩენს ეროვნულობას მართლმადიდებლობას დაიცავს და ის იქნება გარანტორი. ეს ახალი დეტალია, ასე ვთქვათ, ამ პროპაგანდის საერთო სურათში. მე მგონია, რომ თინამ რაც ისაუბრა, თითქმის არაფრის დამატება არ შემიძლია გავიმეორებ, უბრალოდ რაღაცებს რა. პროპაგანდის არსი, როგორც წესი, არის ხოლმე აბსოლუტური ტყუილის ხმამაღლა თქმა. და დამაჯერებლად და განმეორებითად დიდი ხნის განმავლობაში
რომ ადამიანმა რომელიც ამას ბევრჯერ ისმენს, იფიქროს რომ ნუ ახლა მართლა ამ ასეთი ტყუილით შეუძლებელია რომ აბოლებდნენ და შეუძლებელია რომ რაღაცა მართალი მაინც არ იყოს ამაში და ოდნავ მაინც თუ მართალია, ნუ ესე იგი ღირს. გასაგებია შეიძლება აზრიადებს, მაგრამ ღირს. მაგრამ აქვე არის ერთი საინტერესო რამ. როგორც წესი, ყველა ის რეჟიმი ავტორიტარული, რომელიც ეგეთ პროპაგანდას იყენებს, რომელიც ლაპარაკობს, რომ ვიღაცები ებრძვიან, რომ ისინი ვინც ებრძვიან არიან ბოროტები და თვითონ არის კეთილი, რომ ვიღაცები ებრძვიან მაგალითად მის ქვეყანაში ადამიანის უფლებებს, ან მის ქვეყანაში ებრძვიან ქრისტიანობას და სხვა. როგორც წესი არის ხოლმე სარკისებურად. ანუ როგორც წესი თვითონ არიან ხოლმე თავარი მტრები და თავარი მებრძოლები, იგივე იმ ტრადიციების წინააღმდეგაც, იგივე რაღაც ღირებულებების წინააღმდეგაც, იგივე სუვერენიტეტის წინააღმდეგაც. ანუ რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს, ზუსტად საპირისპირო არის. ეს ნაბიჯები, რომელსაც ისინი ახლად გამენ, ქვეყნის შიგნით ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რასაც ისინი უშვებიან ახალგაზრდებს, რომელსაც ყველანაირი მორალური თუ კანონიერი თუ რაღაც აი ყველანაირი კრიტერიუმების დარღვევით, ყველანაირი პრინციპის და კოდექსის დარღვევით, კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც იურიდიული, ისე მორალური კოდექსის დარღვევით, არაფრის გამო უშვებენ ციხეში, აჯარიმებენ, ყავთ ბუდმივის სტრესის ქვეშ. თავის ამტვრევენ, თქვენ მაგალითზე მართლა არაფერს აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ვაგე ცოცხალი მაგალითი ხართ, ხო ამის. უამრავ სხვა ადამიანს, ხო? ეს არის ზუსტად, როგორც არაქრისტიანული, ისე არაქართული, ისე არაკანონიერი, ეს არის ის, რაც არის ქართული ოცნება დღეს. და ამის გამო, როცა ვინმე აკრიტიკებს და მას უტრიალებენ, რომ აი თურმე ისინი იბრძვიან ჩვენს წინააღმდეგ, ეს არის კიდევ ერთხელ თავის ანარეკლის კრიტიკა ოღონდ გარეთ. ზუსტად იგივე ეხება სუვერენიტეტს, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს და რასაც ახლა ქართული ოცნება აბრალებს ევროკავშირს, რომ რაღაც სუვერენიტეტის ლახავს. პირიქით არის ეს ნაბიჯები, რომელსაც ახლა ქართული ოცნება დგას, როცა საქართველოს აქცევს რუსეთის და ასევე ჩინეთის, ირანის და ამ ქვეყნების გავლენის ქვეშ. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისთვის შეიძლება პოტენციურად სასიკვდილო განაჩენიც კი გრძელვადიან და საშუალებადიან პერსპექტივაში. ანუ ჩვენ ამით სუვერენიტეტს კი არ ვიცავთ, ამით სუვერენიტეტს ვანადგურებთ ჩვენივე ხელით. და ახლა პროპაგანდამ ყველაფერი შეიძლება აბსოლუტურად რომ იყიდოს ხალხს, მაგრამ ისტორია უნდა ვიცოდეთ, მათ შორის ჩვენი. უნდა გვახსოვდეს, რომ საბჭოური პროპაგანდა ამ ქვეყანამ გამოიარა და თეთრზე შავს და შავზე თეთრს ამტკიცებდა წარმატებით 70 წლის განმავლობაში. ოღონდ მერე როცა ეს ყველაფერი იშლება და აუცილებლად იშლება, შეუძლებელია ასე რომ ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში მართო, მერე გამოჩნდება რამდენად ბოროტება, რამდენად დამაზიანებელი, რამდენად ქვეყნის სუვერენიტეტის, ინტერესების, დამოუკიდებლობის, იგივე ქრისტიანული და ქართული ღირებულებების მოწინააღმდეგე იყო ეს ხელისუფლება. იმიტომ რომ შეუძლებელია ამტკიცო, რომ ჟურნალისტი ქალის ციხეში გამოწვევა 100 დღის განმავლობაში და უფრო მეტი ხნის განმავლობაში, ეს არის ქრისტიანული, ეს არის ქართული, ეს არის, არ ვიცი, რაიმეთი ამით ჩემს სუვერენიტეტს იცავს. შეუძლებელია ამტკიცო, რომ შენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას 1,5 მეტ ადამიანმა ისარგებლა უკვე უვიზა რეჟიმით საქართველოში, ხო? რომ ეს თუ შეეზღუდა შენი ნაბიჯების გამო, შენი ძალაუფლების სიყვარულის გამო და ამით რომ ისინი იზარალებენ, როგორც ფულს, ისე გამოცდილებას, ისე პერსპექტივას, რომ ეს ყველაფერი არის ევროპის ბრალი და არა შენი ბრალი. ეს შეგიძლია ცოტა ხნით გაყიდო პროპაგანდით, მაგრამ როგორც ცნობილი გამოთქვა არის, შეგიძლია ბევრჯერ მოატყუო მოსახლეობის მცირე ნაწილი, ზოგჯერ მოატყუო მოსახლეობის რაღაც საშუალო ნაწილი, მაგრამ ყოველთვის თელ მოსახლეობას ვერ მოატყუო. ეს აუცილებლად აფეთქდება, აუცილებლად მათ საწინააღმდეგოდ და ყველა დარწმუნებულია მალე დაინახავს აი ეს რეჟიმი ამ პროპაგანდით რამხელა ბოროტებას ჩადიოდა როგორც თითოეული მოქალაქის ისე საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ამაზე მარტივად და გასაგებად სიმართლეს ნამდვილად როცა გინდა ალბათ ვეღარ მოისმენ, უნდა გინდოდეს უბრალოდ რომ ეს სიმართლე გაიგო. დიდი მადლობა სერგი კაპანაძეს. დიდი მადლობა სერგი კაპანაძე.